რომელი სადღი გძელუზე და ბაგრატამაც დასწრებს ტუში. აი ეს არის ორი სტრიქონი, არც თუ საუკეთესო განთქმული თბილისური პოეზიიდან. ამ სტრიქონების ავტორია თავისი დროის ძალიან განთქმული და სახელოვანი პოეტი თბილისის გარკვეულ უბნებში მოსიმღერე მემუსიკა და ნამდვილი ბოჰემური კაცი გიორგი სკანდარიანი, იგივე სკანდარნოვა. სკანდარნოვა გასაგებია საიათნოვასგან დაირქვა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ძველ თბილისს ახალი თბილისგან განსხვავებით ყველაფერი თავისი ჰქონდა და რა თქმა უნდა ჰქონდა თავისი პოეზიაც. მაშინ ჩვენი ნამდვილი პოეტები, კრიტიკოსები და ასე შემდეგ ამას ეძახდნენ ბაზრის მელექსეობას, მაგრამ ამ პოეზიის გამოცემის საქმე, ანუ ბაზრის პოეზიის გამოცემის საქმე თბილისში აწყობილი იყო გადასალებად. ეპიტაფიებიც კი გამოიცემოდა, მაგალითად, რა ქვია, მიხუას სიკვდილზე გეურქამრო სათქმელი დამიკვეთა. აი ესეთი ლექსი, წიგნი არის, წერია ეს. ესეთი რამეები, ეს არ არის უბრალო რამე. ერთი არის, რა თქმა უნდა, აშუღური პოეზია, რომელიც ერეკლეს დროის თბილისში დიდი გაქანებით იყო წარმოდგენილი და ჩვენ ვიცით საათნავა, რომელიც სამენაზე მღეროდა და ამოსთქვამდა თავის ლექსებს საზზე, დაირაზე, თარზე, რაც მოუხდებოდა იმაზე. ეს იყო პირველი კაცი, რომელმაც სპარსულ ჰანგებს ქართული სიტყვები მოარგო და ასევე სომხურიც ალბათ რა. ეს იყო დიდი რეფორმატორი მოკლედ და სპარსული სიმღერისა. უნდა ითქვას, რომ ძველ თბილისში ჰანგი იყო სპარსული, პოეზიაც იყო სპარსული, ასე. ამ წყობაზე იმათ ლექსთა წყობებზე, რომელიც არის უთვალავი, აქვე ჩვენი ჩვეულებრივი ერთი ვიცით ხოლმე მუხამბაზია, ვიცით ხოლმე, რომ ეს ყველაზე მოქნილი ფორმა იყო როგორც ჩანს სიმღერის დროს. მოკლედ ერთი მხრივ არის ეს თბილისის ბაზრის პოეზია ჩაბმული, რა ქვია, აშუღებზე და აშუღურ ტრადიციაზე და შესაბამის საკრავებზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ცალკე ლექსად იშვიათად ითქმება, იმღერება, ხშირად ექსპრომტია, იმიტომ რომ ხშირად ეს აშუღებს მოდევნებული პოეტებმა წერა-კითხვა არ ეციან. ხო, და მეორე მხრივ ეს რა თქმა უნდა ჩაბმულია სრულიად არასპარსულ რამესთან, კეიპთან და ღვინოსთან, ანუ რაც ქართული დახვდა, ასე რომ ვთქვა. ორნაირი რამეა და რა თქმა უნდა იქ შემოდის ბევრი პირადი მოტივით, სოციალურიც და ყველაფერი ასეთი. პოეზიის კრებული ამ ქალაქური პოეზიის პატარა თხელები ეს გაზეთებივით იყო, იმიტომ რომ იქ პირდაპირ იყო კოლექციური თქვა რა ქვია დავით ბებუთოვის დაღუპა ბრძოლის ველზე. ასეთი რამე ყველაფერი ილექსებოდა. არა მარტო თქვა ეს იყო რაღაც გადამუშავება ძველი ლიტერატურის და აი თქვა ეთიმ გურჯი ვიცით ესეთი პოეტი იყო, მაგაც ყველაზე მაგარი. დღემდე მღერენ მაგის სიმღერას არ იციან რომ მაგის უბრალოდ ეს ხდება ხოლმე. აი ეს წერს პოემას ანა ბაჯი და ეს ცნობილი კოროღლი და ამბები ამ სპარსულ ოსმანური სიუჟეტების გადამუშავება. ასეთი პოემებიც იყო, მაგრამ იყო ლექსები, ლირიკა, სატფიალო, ასე შემდეგ. ყოფითი ძალიან ბევრი, იმიტომ როგორც ჩვენ აი მხატვრებზე ვამბობთ, თბილისელი მხატვარი კედელსაც მოხატავდა და აბრაზე სარძევესაც დააწერდა. ასევე თბილისელი პოეტი აი ამ თავის გძელ ლექსებსაც დაწერდა, სასიმღერო ლექსებსაც დაწერდა, მაგრამ საფლავის ქვის შეკვეთასაც კარგად ხვშვენივრად წააწერდა ამას რა ქვია. და რა თქმა უნდა თავისი გულის თქმის ლექსებსაც. აი ისევ სკანდარნოვას ლექსი რო ვთქვათ, ისევ ის პალტო გდია სარდაფში, იცი რამდენში 6 აბაზვალში, 8 აბაზვალში. სკანდარნოვა ეს ძალიან გამორჩეული კაცი იყო თბილისში. ეს იყო მხატვარი იმ გაგებით როგორც თბილისში ერქვა მხატვარი, ანუ მღებავი. მალე არის როგორც გრიშაშვილი წერს შპალერების გამჩითავი. მაგრამ მერე ამათი დღევანდელი ენით რო ვთქვათ პრარაბი გახდა. ანუ მეიჯარადრე, პოდრადი, აი პადრიადრე, ასაც ქვია, პოდრაჩი და საერთოდ არ იყო დიდი საქმიანი კაცი და ეს მიგდებული ჰქონდა ეთყობა. სკანდარნოვა იყო გაუცინარი მედიდური კაციო, ძალიან ეჭვიანი მისი, რა ქვია, პოეზიის და მისთან დამოკიდებულების მიმართ. ანუ დგომიანი კაცი იყო, ის არ იყო რაღაც. აი ოხთვალე არის მის ყველაზე ცნობილი სიმღერა, რომელიც დღეს დავიწყებულია. ნეტავ-შენ იყო თუთის ფოთოლი მე კიდევ ჭია აბრეშუმისა. ეს არის ასეთი და მოუხნელი სტრიქონების ბევრი ჰქონდა, თბილისელი სომეხი იყო და ჩვენ ვიცით ეს დღეს თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ ეს თბილისში უცხოა, იცის რომ ამენაჩარი
გრამატიკული სხვაობები, რაღაც ბუნებრივი, რომელთაც აი თბილისის ეროვნული წარმოთქვამს რაღაც წინადადებას რა. ამაზე აკრიტიკე ნამეტანი რომ მოვიდო და ხოლმე სკანდალოს გააკრიტიკეო, გრიშაშუმას გავაკრიტიკეო და დამცინაო, თვითონაც ლექსად დასცინა. მაგას ხარფუხის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ეხლა იქ მსახიობებში და პოეტებში არის. რაზე გააკრიტიკა ის და ეგეთი სტრიქონი ადიდებდნენ მაღლა ღმერთი, იძახოდნენ ალა ვერდი. აი ეს არა სკანდალო იყო საოცარი კაცი, შუა ბაზრის შუკებზე დადიოდა ბევრი ნაცნობი მედუქნეები ყავდა, იქ ორჯიქას დალებდა, იქ გაუთავებლად ყვებოდა ამბებს და დაცინოდა ხალხს, მაგრამ თან ჩამოუჯდებოდა გულისხმის რა ქვია ამ სტრიქონებსაც წერდა. არსებობს ერთი ფოტო სკანდალო ასე ძალიან ესეთი სიმპათიური კარგ კოსტუმში ისე კი არეული კაცი იყო როგორ გითხრა სმაო ბევრი სმა იცოდა და მიუთითებდნენ სხვა მოწინააღმდეგე პოეტები რომ შენ ლოთი ხარ ანუ ეს არ არის მარტო სმის საქმე ეს კაცი რომ უნდა რომ პოეტი იყოს თან რაღაცა მორალური რაღაც განსხვავებული ისინი აქვს იმიტომ რომ იქ იყვნენ სხვები რომლებიც არ იყვნენ ასე მასავით ლოთები და ბოჰემური ხალხი და საერთოდ ეს პოეზია აშუღობიდან რომ წამყვა ეს სიმთვრალეში არ ითქმება ეს ყავახანების ამბავია რა თბილისში იყო ბევრი ყავახანა მე-18 საუკუნე მთელი 32 წლის შეთქმულებს მიებს რომ კითხულობ დაგვიბარეს ყავახანას შევეთ ეს არის ბნელი პატარა ოთახები არაფერი განსაკუთრებული ყავახანის გაღებას ხარჯი არ უნდა ოთახი უნდა იმას ქა ქვიშა უნდა და ყავას აკეთებ და იქ ხალხი იკრიბება და არის იქ ძალიან ბევრი აი ეს რა ქვია სალექსო და სააშუღო ამბავი მუსიკის ქვეშ ეს არის მთავარი მაგრამ სკანდალო თვითონ კაი მომღერალი იყო მაგრამ არ იყო აი ეს დასტას რომ შეადგენს კაცი და მოკლედ ეს ბიზნესად არ ქონდა ნამდვილად ბოჰემურად ქონდა ამაში რა თქმა უნდა ფულს იღებდა ხარჯი ქონდა მაგრამ უფრო ნაწეს ტრიქონში და აი ქორწილში დაიბადებდა და შესხმას იტყოდა ვთქვათ აი კალაკური ქორწილი წინ გამოვი მე კარგადაც დალებდა იქაც ჩაუდებდა ასეთი კაცი იყო ხო და დიდხანს იცო მისი ტოლი იყო დავით გივიშვილი სკანდალო ხო სომეხი იყო გივიშვილი ქართველი იყო გივიშვილი იყო ძალიან თბილისელი კაცი მოდგმით მამით და პაპით და ყველაფრით და ისე რომ ეს ძველ თბილისური იმით დადიოდა ყოშებიანი კაბაეჭი აი გასული სახელური აქვს ამით დადიოდა და უფრო ეს სკანდალოს თავი ალბათ უფრო შემოქმედებითი კაცი ეგონა მაგრამ გივიშვილს ეგონა უფრო სერიოზული კაცი და პოეტი იმიტომ რომ გივიშვილი იჯდა და მუშაობდა თან ეს არის დიდი ოჯახის კაცი იყო ნაცაკანოვის ხიდზე იდგა საქონლის ბაჟს იღებდა ძროხას რო გაატარებდი აბაზი სახელმწიფო ეს იყო მერე ბაზარში სასწორზე მუშაობდა ასეთი კაცი იყო მთელი ცხოვრება ამიტომ სახელმწიფო პენსია ჰქონდა ქალაქისგან 15 მანეთი ეს საშუალებას აძლევდა უკვე ასახში რომ მაინდა-მაინც ამ თავის ლექსების გაყიდვაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული თუ რა წიგნები მაგასაც უამრავია თან მე უფრო როგორც ჩანს ასახში ეპიკურ ჟანრს მიმართა მოკლე ლექსებს აღარას წერდაო ახლა ჩვენ შეიძლება გავიცნო ვინ არიან რა არიან გივიშვილის ლექსი სიმღერა ორ ქართულ ოპერაშია ღვინო კახურო არშენი მსმენელს არის დავით ასეთი ძალიან ბევრი სტრიქონი არის აი ამ ქართული პოეტების იმაში რა ქვია ამ ბაზრის პოეტებს რო ქვია ნაწერებში და აი გაბნეულია უამრავი ისეთ ადგილას რომ ვერ წარმოიდგენ მთელ აი ქართულ კლასიკებში ფეხი მოკიდებული ჩვენ არ ვიცით რა თქმა უნდა რომ ეს ამ ხალხის არის გივიშვილი და სკანდალოს ძოლდათ ერთმანეთ. ეს არის ცნობილი ამბავი და ახალგაზრდობიდან ძოლდათ. კონკურენცია იყო ფილათ რო თქვა და გივიშვილი ეს ვინა გივიშვილი იყო უიუმორო სერიოზული წყნარი კაცი სხვათა შორის რომ მოკვდა სახში სადილობდა და იქვე რაღაცა ცუდად გახდა და ადგილზე მოკვდა ფიცას ჭამდა ფიცით არა ორი თითით ესე მიყვებოდა და მოკვდა და შვილი ყავდა პატარა ბიჭი და ის დასაძახებლად წავიდა მეზობელთან აი გეტყვით ეხლა როგორი ქალაქი იყო თბილისი პატარა ჯიხური ჰქონდა და იქ ჭამ თავის წიგნებს და სანთლებს ყიდდა ეს ჯიხური უპატრონოდ რომ დაინახეს ხალხი შევიდა იქა ბაცაცა ხალხი და ნახეს მკვდარი აგდა და სანთლებს წიგნები ყველა ტანსაცმელი გახადეს და წავიდნენ რომ იცოდეთ ეს მაინც არ იყო ეს იოლი თავის დასაცავი ადგილი და ქალაქი ეს ხდება 40 და მანამდე 25 წელს 26 წელს ბიჭები იყვნენ გივიშვილი და სკანდალოა დიდი ესე იგი ფარიკაობა ქონდათ ერთმანეთში ამ რა ქვია მოუხერხებელი ლექსებით ეს არ არის როგორც ჩვენ თაში გვაქვს და ეს ლაღად და ეს არის უბედური ძნელად სასაკითხი ლექსები და ეს გაგრძელდა წლები
ისეთი ის იყო, რა ქვია, ეს ფარიყაობა, რომ მთელი მოიცვა, ესე მთელი დაბალი ხალხი აღმოსავლეთ საქართველოს ამ პოლემიკით იყო მოცული, აბა იმან ეხარა და ეს გამოდიოდა პატარ-პატარა წიგნებად. რაც თავარია. სკანდარნოა რო და გამოუშვებდა ბროშურას, თან რაღაც ცხოველს დაახატავდა, შევთქვა თხას. აი თხა დაახატა ეს ის აი შეთხაო. ასეთი პაექრობა ქონდათ, მაგრამ ბოლოს სკანდარნოა, ამას ბოლო რო არ ქონდა, სკანდარნოა მიხვდა, რომ ამას ბოლოს მერეთი მოუღებოდა, დაუწერა გამოცანა, სრული აბდაუბდა. აი შეუძლებელია იმ გამოცანას ზეპირად დამახსოვრებს კი, რომ რაღაც ხედგას მინდორს ეს რა გამოიცნო რა ეს მოვა ყავახანაში და კედელზე გააკრავს ამას. ვინც გამოიცნობს მოგებულიც, მაგრამ თავარმა მტერმა უნდა გამოიცნოს. ამაზე იყო დიდი მსჯელობა, პოლემიკები, წერა, კითხვა, რას უნდა ნიშნავდეს, მოხონდათ პასუხები, სკანდარნოა ამბობდა არა. არ არის პასუხი, არ არის პასუხი. და ამით ჩაცხრა ის, რომ გივიშვილი დამარცხდა. ეს არის რაღაც მწარე ხე, რომელიც ყველაფერს წამლავს და გივიშვილმა უკვე გამოიცნო, მაგრამ თავის პირით ვერას თქვა, ამან ისე ვერაგულად შეუდგინა ეს გამოცანა, რომ ის მწარე ხე თვითონ გივიშვილი იყო და ხო არ იტყოდა, რომ მოკეთ რაღაც სისულელა, თუმცა იმავე დროში არსებობდა მათზე ორივეზე მაგარი ხალხი და უფრო მაღალი ის ხალხი, შეძლების, ხაქანების და უნარებისაც კი. თან როგორ არის ის აი ქალაქურ ბაზრულიდან უკვე ეს კაპიტალიზმი რომ მოდის, იწყება რევოლუცია, მუშათა მოძრაობა, აი ეს ქალაქის პოეტები უფრო ემსგავსებიან მუშა პოეტებს, იმიტომ რომ თავისთავად ჩდება მუშა პოეტიც. მუშა პოეტმა უფრო იცის თქვათ აკაკი. რაფიელ ერისთავი, აი ო სტალინი რო ლექსებს წერდა, იმან ხო იცის ის აკაკი, რაფი იქიდან აქ ხო აღებული ეს რა ქვია თავის. მთელი ამ ლექს წყობა და ყველაფერი და ესენი არიან სპარსულზე. ამათ რითმი, ამათ თუ არ იმღერეს ეს ლექსი, რაც ამ წაიკითხო კი კარგია, ის მოსიმღერეს მოწოთ და ქალები კითხულობენ რაღაც ასიყვარულო ლექსებია იქ რაღაცა. ჩემი ქმარმა ბაირამზე საპოშკები დამყირდა, აი ესეთი არის ეს სკანდარნოას ეს ახლა ამუშა პოეტი აი თქვა იოსებ დავითაშვილი დაკრძალვა იყო ეს იყო თელაველი კაცი ესეთი აი მოზომილად ხო ის რომ ბაძავენ ილიას აკაკის და სხვა გულისთქმა უკვე არის სოციალური გულისთქმების შემოდის რაც ამათ კი აქვს სამართლიანობა გივიშვილსასგან მაგრამ იქ უკვე ეს არის კლასობრივი და სერიოზული რა თქვა მუშა პოეტებში და არიან ასეთი ტიპები, რომელიც აქეთაც არის, იქით აი მაგათ არის ესეთი ანტონ განჯისკარელი, ეს იყო მეთუნუკე. განჯისკარელი ხო კარები და ფსევდონიმია განჯისკარელი, ეგ არის ხუდავერდოვი. ეგეც სომეხი იყო, მაგრამ ფსევდონიმი ჰქონდა სულეიმან თუ ისმაილ საბუზაროღლი. მოკლედ თბილისში ვერ გაიგებ რა, იმას სპარსული ფსევდონიმი აქვს, სომეხ, ქართულ სომხური ფსევდონიმი აქვს, ეს ის არა. ხო და ეს იყო როგორც შუალედური ტიპი მომღერალი კაციც იყო და თან ქონდა ეს მუშური და სამართლიანობის მოტივი ძლიერი აი თბილისში რო ქურდი იყო ესეთი თითით საჩვენებელი ქურდი იყო ეშია რა წვრილი ქურდი იყო სარეცხებს ხსნიდა და დალებდა შეჭანა იმაზე ბევრი ანეკდოტები ეშიაზე და ყველაზე ცნობილია ანტონ განჯისკარი რაც დარჩა ეს არის რომ ახსადახარ ცხონებულო ეშია მოდი ნახე ხელობა რა დღესია სიღარიბის გამო რომა ქურდობი დღეს ქურდობა სულდა გრების ხელში დღეს ქურდობა მინისტრების და ასე ეს ცნობილი მოტივია მისი ანუ იმ კაცს ამართლებს ამთვრალები გამოხვიდოდიო და მოიბარავდი რაღაც და ესენიო ეს ძარცველ უკეთ აი ესეთი შუალედური ხალხიც იყო მაგრამ ეს სხვა შორის ეთიმ გურჯი ვინც არის ამათში ყველაზე მაგარი ალბათ რა ისიც ამ მუშურიმაში მოყვა. ეთიმ გურჯის არ ვიცი, არც გრიშაშვილმა იცოდა ალბათ ნამდვილი სახელი და გვარი. არ ვიცით რა გვარია. მამამისი იყო იბრაიმა დაბაღი რა. შესაბამისად გვარი და ფსევდონიმიც მაგას ზოგიერთ წიგნზე აქვს თურმე დაბღიშვილი. ეთიმ გურჯი ნიშნავს ობოლი ქართველი. სპარსულად. ეთიმა იყო ძალიან წესიერი კაცი, მაგრამ აი ნამდვილი ბოჰემური კაცი, ავლაბარში ჰქონდა ნახევარ სარდაფი, 4 საფეხური ქვემოთო და ფანჯარა ჰქონდა პატარა სარკმელი და სარკმელზე შიგნიდან მოყურული იყო ისა რა ქვია. ქაღალდის 4 ენაზე ეწერა მისი სახელი და გვარი და აქაც ცხოვრობს ეთიმა. ქართულად, სომხურად, რუსულად და ფრანგულად. იქ ესენია ნამყოფი, ესე არ არის უკვე. ეთიმამ დიდხანს იცოცხლა, იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო მაგაც შედარებით და რევოლუცია მეორე მსოფლიო ომს მოესწრო და საერთოდ იმ ომამდელ თბილისელებს ახსოვთ, რომ ეთიმა როგორ დადიოდა ეზო და მღეროდა.
ეს ახსოვს ძალიან ბევრ ხალხს, ეს იყო მაგის ერთადერთი შემოსავალი და ლექსიც აქვს, რომელიც წერალთა კავშირს მიწერა, რომ სუ გარე დავდო აღარ მახსოვს ახლა მიმიღეთ მაგ კავშირში ბოლო აღარ დავიმსახურებ 60 წელიწად ლექსებს. დღეოდ ეთიმა დაყავდათ აი ზუსტად უკვე საბჭოთა საქართველოში სუფრებდეს დაყავდა ხალხს და ეს კაცი იყო ბავშვობიდან კარგად ღეროდა და დაყავდათ ქორწინებში და ამღერებდნენ ობოლი ბიჭი იყო რა ხა. კარგად იცოდა ეს საკრავები ყველა სპარსული. შესაბამისად თავის თავს დაირით თვითონ ემსახურებოდა და მე ლექსებსაც მიყვა და ლექსები გამოუვიდა ისეთი რომ ძალიან გადარჩა. განსაკუთრებით რამდენი ხე ჩვენ ყველა ვიცით მაგის ეს არა. ცივზამთარი ცივებში უსახა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის მე ნაცი ხარზე რომ მობრუნდა ყველას ცნობილა გამარჯობა ჩემო თბილის კარნახვა რა წყალში დგევარ ცეცხლი მიგედი რა ქვია არ გამეცნე კარგი იყო თავიდან ხო ჩვენ ხალხიდან კარგი იყო არ გამეცნე თავიდან შუა ზღვაში გადა ეს ეთიმასია სულ ქაღალდის პარკებზე სწავლა ანბანის წერა საერთოდ ეს წერა უცნაური რამეა მაგათში იმიტომ რომ წერა არ იციან ეხა ეს გივიშვილი მოხელე კაცი იყო სკანდარნო ისეთი კაცი იყო იცოდა ამ სამ ენაზე ბატიფაკოს ყველა წერდა ქართული სომხური რუსული ეს ასეთი რამე ის პიროსმაის ნახატებსაც შეხედეთ რა სხვებისაც თქვა სოიგე სომეხი ხარ ეს არის ეთიმა კარგი დამწერი ხო მე ეთიმას ერთი რამე მქონდა რომ ამ თავის ლექსებს ხომ ღეროდა თვითონვე ხანდასთან ხან მარტო მღეროდა რა აი რა იცოდა თოლი იცოდა ბევრი რამე იცოდა მაგრამ ზურნაზე თუ გრავდა. ყველა ლექსში ჰქონდა თავის სახელი. ბოლოს გაერეოდა ეთიმ აი ის იყო ეთიმას ნამღერი რომელშიც ეთიმა იყო. ეს უბრალოდ საავტორო დამღასავით იყო რომ ეს ამის ის არის რა ქვია. ეს დაუწერელი იყო უმეტესად. კიკრებულებად გამოდოდა, მაგრამ სიმღერაში, კეიფში, დღეობაში და ეს ყოველდღიური ამბავი იყო. თვითონ მღეროდა, ეს იქნებოდა საინტერესო. არ არის დარჩენილი მაგის არც ერთი ჩანაწერი. თუმცა აგერ აქამდე მოვიდა. საერთოდ არავის არ ახსოვს ისე ცხოვრობდა იმ სარდაფში რევოლუციის მერე როგორც მანამდე ცხოვრობდა და ნაბდით დადიოდა ძველებურად თამბერდა ცოტა შეღებული ხონდა არსებობს მის ფოტო. კახური ხუდით ნაბდით და აქ სპირი ამოდებული პერსონაჟი იყო ეგრე არ არის. სერიოზული კაცი გახლდათ რა ქვია. მაგ მხრივ და მაგათში ალბათ კი არა ყველაზე მაღალი დონის შემსრულებელიც ყავდა შემსრულებელი მე ვერ ვიტყვი მე მუსიკა იყო საუკეთესო იმიტომ რომ მაგათში იყო სხვა ადამიანიც რომელსაც ბევრად დიდი ღვაწლი ჰქონდა მთელ აქვია საქმეში ეს იყო ჰაზირა იყო ამათი მეფე და საერთოდ მაღლა იდგა ყველანაირად კამათზე იმაზე ციგნის გამოცემაზე ამაზე მაგათ არ იცოდნენ უმრავლესობა აი გრიშაშვილის ყავს ნახსენები ვასილ ბერიევი ეს არის სვენეთელი ბერუაშვილების შთამომავალი კაცი აი სვანეთის უბანი რო თქვი რომ სვენეთი აი იქაური ბერუაშვილია ოღონდ უკვე გაყარაჩოღლებო როგორც თვითონ ამ სეზონის ვაჭარი ვარ სამხულში მწვანელი ზამთარში თეჟი ეს არის ბეჭარა წერა კითხვა არ იცის და ციფრებიც არ იცის და აი რო ვაჭრობს რაღაც თავის ნიშნები აქვს და იმით ხდება იმ თითულის ესა და იქ უხსნის გრიშაშვილის ინტერვიუ აქვს ფაქტობრივად უკვე მოხუცებულა ამ კაცთან და ტრიალოსნით ვითვლიო რიტმას ანუ და მთლიანად დადებულია კაიმ სპარსულ კლასიკურ ჰანგებზე რა ეს თავისი ლექსები და იქ უყვება გადასარევ ისტორიას როგორ გახდა ეს არა ანუ მე ვანშუღებს მოესწარიო ეონება პატარა ბიჭი ვიყავი 17 წელს და ყავახანებში სიარული დავიწყო და მაგათი სმენა მიყვარდა ეს მოდებული ამბავი იყო ხო და მერეო რაღაც დალოცვა ჰქონდათ ანუ აშუღებათ აკვე ეს იგივე ამქარია ეხა გეტყვით როგორ არის ხაზირა რომ ახსენე ეს ამქარია ხელობა რა მეორე მხრივ ვისაც უნდა ამ ხელობაში შედის ხო და მითხრესო რომ მაინც ჩვენთან ახარო და შენც აშუღი იყავიო და დამლოცესო და მე ჩემი ყავახანა გავაღეო და იქ პატიჟებდი ხარ მაგრამ ცხოვრება გძელი ეს გუშევსაფაგე უკვე 5 აღარ 75 წელს ავარ 80 წელი ამაღლებას გავხდი ეს იცის თავისი მაგრამ არაფერი დაწერილი არ აქვს და თავის ლექსებს მიახლოებით და ზეპირად იცის ჰანგს რო გააგონებ რაღაცას ააყოლებს აი ეს არის რა ქვია ასე რომ თქვა პოეზია ლაივშია იმას არც რიტმი არც გარიტმული არც მიყვება რა სათქმელს ამბობს არის ეგეთი ფრაზა ეგეთი გრიშაშვილს აქვს მოყვან ბევრი გადასარე რაღაცა ვინმე ხელოქა ტაინოვის მე არ ვიცი ვინ არის ხელოქა ტაინოვი მეორედ არ არის
არა ყავს ნახსენები ამობს რომ ტვინიდან ლექსების ამოღება ქვია ამას რა ქვია რა მაგანაც დაიწყო ტვინიდან ლექსების ამოღება ასე თქვა ეს არის ეს ბეჩარა ბეჩავს მიშნას ეს მორიდებული ბიჭი იყო და ასეთი პერსონაჟები არიან და ბეჩარა არ წერს და ჰაზირა მეუბნება რომ ჰაზირაც უწევდა რომ დაეწერა თავისი რა ქვია ლექსი ჰაზირას ყველაზე ცნობილი სიმღერა იყო აღზრდեք თამარ დედოფალო შენთვის სტირის საქართველოს ეს არის ცნობილი და საზანდართან იმღერება რა ამ დასთან მთელი ამბავი ჰაზირა მეუბნება კაცო დამაწერინეს ეს ლექსებიოდ მაგრამ ჩემ ნაწერს უკან უნდა გავყო ვერავინ ვერ აკითხულობ მე თვითონაც ძლებს ვარჩევ აი ესეთი ხალხი ამის მიხედვით ჰაზირას დარჩა მოგონებები ძალიან კარგი მუსიკოსია პროფესიონალი მუსიკოსია ეს არის კლასიკური აი აშუღობა რომ გადმოვიდა უკვე უფრო განთამამედროდა და ასე რომ ვთქვათ ანსამბლო ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლების შემქმნელი კაცია რა აი თბილისში არის ორნაირი ორივე სპარსული ხო ერთი არის ზურნა რომელსაც ვეძახით და ზურნა ითვლებოდა ცოტა უხეშ რამეთ რა ზურნა არის ტირილის უბედურების ასე ითვლებოდა მაშინ იცით არა ზურნაში არის დამკვრელი დამკაში და დოლი ეს სამი კაცია ზურნა მეორეა საზანდარში არის ბევრი და მეტი რბილი საკრავი რა თვითონ საზი თარი ჭიანური რომელიც ითვლება უთკბილეს და ყველაზე სასურველ საკრავად თბილისში გრიგოლ ორბელიანის რო გავიხსენოთ ეს რა ქვია ჭიანური რა თკბილი რა ხმახარვა რა ეს ჭიანურზე ითვლება რომ დაჯექი მილულე თვალები და ის ჭიანურს უკრავს სხვადასხვა ხშირად ბრმების საყვარელი საკრავი იყო ჭიანურია ასე ამოდა თბილისში ყველა თაობაში იყო ბრმა მუსიკოსები და ჰაზირა იყო იმით გამორჩეულ რომ მუსიკოსების დასტას რო შეადგა აუცილებლად მოძებნდა ვინმე ბრმათოა სმენია რომ ის დასაქმდეს ასეთი იყო რა ქვია სლეპო იაგორა მაგალითად ეს ცნობილი სლეპო იაგორას კატა ჰყავდა და იმას დაყავდა ჩვენ ხო ვიცი რომ ძაღლებს დაყავდა ის გადმოცემა არის რომ კატას დაყავდა და ერთხელ კიდე სკანდარნო ესე დათვრა რომ სლეპო იაგორა მიიყვანა სახშიო და იძახდა აი დედას ის კატას დაყავს და იმას კიდე მე დავყავარ აი ესეთი კომიკური ამბავი ამიტომ ეს რა ქვია უსინათლოებსაც ძალიან უყვარ ხო რას ვამბობდი ხო არის ესა საზი თარი ჭიანური დიპლიპიტო ანუ ნაღარა და დაირა ხო ის დაირა არის ყველა ოჯახში ჩამოკიდებული ნივთი მაშინ და განსაკუთრებით ქალიშვილი ქალები უკრავდნენ ამაზე ეს იყო თავის წარსადგენი რბილი საკრავი ასე რომ ვთქვა და ის და თვითონ ჰაზირა ყველაფერზე უკრავდა ალბათ ამაზე მაგრამ ჰაზირას ინსტრუმენტი იყო დაირა აი ჰაზირა იყო დირიჟორი ამ ანსამბლებს რო ადგენდა და ესე იგი ლექს თვითონ წერდა ჰანგს თვითონ ურჩევდა და ანსამბლებს ხალხს ძალიან გაქონდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოში მისი სიმღერები იყო მოდებული რომ ყველა ეს საკრავი გუნდი რაც არსებობდა იმაზე ხელშეხებული იყო არიან ესეთი მენეჯერი ხალხი როგორც იყო ჰაზირა ხელი ქონდა და უმისოდ ახალგაზრდა მუსიკოსი არ გაივლიდა მე ეძებდა ამ ხალხს თელი ცხოვრება ამაში გაატარა ჰაზირა იყო შულავერელის სომეხი აბრამოვი ან აბრამიანი აბრამიშვი ვერ გაიგებ მაგათ ხან ასე წერენ ხან ესე წერენ ჰაზირიკევიჩით რაც ხო და ამ იმაში რა ქვია ძალიან დიდი ამაგი დაუბრუნდა იმდენი მოწაფე ყავდა ჰაზირას რომ ფაქტიურად უმაგათოდ ეს მუსიკა იყო ჰაზირას ვისი ხალხია იმის ხალხს ავეყვანოთ და ასე და ესენი უკრავდნენ ცნობილ ადგილზე ეს არა ნიკოლოზ მეორე რო ჩამოვიდა ჰაზირა იდგა იქ იმაში თბილისში შემოსასვლელი თქვენ გენერლები რო იდგნენ მუსიკა ამათი ეს არ არის ასეთი უბრალო საქმე მე ჰაზირა იყო ერთადერთი ამ ხალხიდან ვინც უკრავდა თეატრებში თავისი ანსა აი მაშინ ხო იცით წინ როგორ იყო წინ მუსიკა იყო ანტრაქტზე აი ცნობილი აფიშები რომ ამ ლეკურსი თამაშობს მოხევე ანუ ალექსანდრე ყაზმეშვილი წინ და უკან ართობდნენ ხალხს ანუ ანტრაქტში გარეთ მუსიკა იყო ან სცენაზე მუსიკა იყო და ხშირად იყო ჰაზირა ჯერ კი აი ქართული პირველ პროფესიულ თეატრი შეიქმნა რა 80 წლების დასაწყისია უკვე რომ ეს იდგმება ამ ჰაზირას მოგონებებში რომ თეატრი ახლა რა დღეში და მაშინ რა დღეში იყო და მეო დამსახურება მაგაც წინაშე ისეთი ხალხი მომყავდა თეატრში რომ ფეხი არ შემოდგამდა ჩემი მუსიკისთვის მოდიოდა აი ეს რა ქვია ქალაქის სტაბალი ხალხი ყარაჩოღელები ხელოსნები ხო ჰაზირა უკრავს და მუქთია რა შაურიანია ხა კეიფი არ უნდა სუფრის გაშლა და მოვიდოდნენ ამ იმას აი როგორც რა ქვია
იტალიაში ესეც საოპერო ქვეყნებში რომ საყვარელ არეაზე რომ შემოდის ხალხი. აი ესე შემოდიოდა 200 კაცი იდგა ფეხზე, აზირა დაუკრავდა ეს საზანდარი, იმღერებდა ხაზე 1-2 ლექსს მიარტყამდა და ესე წავიდოდნენ. მე სპექტაკლი გრძელდებოდა. აი ეგრე მომქონდა მაგათთვის შემოსავალი. და ეს იყო მოგასტროლე კაცი. ეს არ ერეოდა ამები, ძალიან წესიერი კაცი იყო. ყველაფერი დათვლილი გაზომილი იმეს რამე არ მოაგე. ეს იყო ნამდვილი მემუსიკეების ანქრის ეს უსტავაში არ იყო, მაგრამ რეალური ლიდერი იყო ხაზირა. ხაზირა რომ მოკვდა თბილისში ვინც მუსიკოსი იყო რომ მიაშენებდნენ წინ მოუწყოდა და მთელი ღამე საფლავთან აღარა გვაქვს მაგათ საფლავი. არ არის ხო საინტერესო ფან რომ მოვიდა, მაგრამ მაგარი ამბავია. მთელი ღამე იდგენ და იქ უკრავდნენ და მარტო მაგის სიმღერებს ღეროდნენ. სად არის აბა გამაგებინეთ. 40-მდე მაგის მოწაფეები მაგის ოთახში იდნენ, ერთ ოთახში ცხოვრობდა. არ გამოდიოდნენ რომ სულს პატრონობა უნდაოდა. მაგის დაირაო კიდე ჩამოიტანეს და მეიდანში ყავახანაში დაკეტეს, საცა იჯდა ხოლმე. არც ეს ყავახანა, არც ეს დაირა, არაფერი არ არის. მე ვამბობ რომ ცოტა მუზეუმები მაქვს ხოლმე. ეგეთი ამბავი. ეს იყო ძალიან განსაკუთრებული ხალხი, და ვთქვა ამით. ხარისხი არ იყო, რა თქმა უნდა. რასაც ჩვენ პოეზია, რასაც ქართული პოეზიას ვიზა, იმასთან ეს ახლოს არ იყო. ეს იყო სუბკულტურა, ძლიერი სუბკულტურა. უცნაურია თქვათ, რომ სომეხ კაცს აქვს ეგეთი სურვილი, რომ ქართულად დაწეროს. ეს ძალიან უცნაურია, ხო? რატო ასე მასობრივად? ან ქართველი წესი მას პასუხობს სომხურად, თქვათ, რაღაც. ეს არის სპარსული, აზერბაიჯანელი ძალიან აი კოჩო გოღლანი და რა ვიცი მე ვინ აღარ არიან ეს მანამდელი ხალხი ანუ გრიგოლ ორბელიანი ვისთან სვამდა ეს ხო ცნობილი ხალხი არა თქვა ლოპიანა არ იყო მელექსი მაგრამ ეს ფიგურა იყო რა ასეთი მე მედუქნის ტიპის ერთ-ერთი ისა როგორც აბრაგუნე იოსებ აბრაგუნეს სიკვდილი ესა პოემა ლექსი იმას გივიშუს ასე თქვა აბრაგუნე კინტო ყარაჩოველი ახსენებდა რომ მოკვდა დიდუბეში მოკლეს და გადაიკეტა ქუჩები როგორც თბილისში ხდება ხოლმე რაღაცას მოკლან ბანდიტს და გადაირევა უცბად ხალხი აუ ხო შამჩმელკო ესენი ეპიგრაფებად მოყავს გრიგოლ ორბელიანს ამათი ლექსები და ეს ხაზები უცნაურია რა და მიმართავს ლექსებში და ეს ვიცით ეს ბოხემაა და ყველაზე მაგარი მუხამბაზე გრიგოლ ორბელიანი დაწერა არც კანდარნოვამ არც აიათნოვამ არც რა ქვია კიბიშვილმა არ არის მაინც იმან დაწერა იმას მართლა ესმოდა და კლასიკ ჰონდა ხონთან ყველაფერთან ერთად და ესე გამოვიდა ხო ახლა გამახსენდა სულიკო რომ ესეთი პოპულარული ეს არ არის იმერული კიდე ეს არის ხაზირას დამსახურება აგერ წერია ციკში მთელ საქართველოს სულიკო მოსდო ხაზირამ აი სულიკო რომ გაჩნდა ვარინ გაწერეთელმა რომ იმღერა ის ფესმის ხო იტალია მელოდია ფლორენცია ვენეცია ხაზირამ აი რა ქვია საზანდარი თარი და დიპლიპიტო ამ ხალხმა გაიტანა და არა გიტარამ გიტარა მე მოყვა როგორც უფრო კეთილშობილური კულტურა ანუ რა ქვია თავადურდა ასეთ ინტელიგენტურ სახლებში არსებობდა სად მიდიოდა ხალხი დასათრობა თან მგონია გიტარისტას მენად მიდიოდა ხო თბილისში რა ქვია დაირას აქ სინაზე ესე ქალწულებრივი და რა ქვია აი ამ ხარაჩოხელის ბრაგუნიშ ასეთი ის არის რა და ეს ქალაქიც რაღაც ამაში იყო გახვეული ამ იმას ვამბობ პატარა ხარ შუა ბაზარს დაბლად ზემოთ პროსპექტი იყო და ეხი ღამღამობის გადმოვიდოდნენ სვამდნენ აი ესეთი კაი ოფიცრები რა ქვია და ამათთან უყარდა დროის თანება და საერთოდ რაღაც მე დეკადენტებსაც ვითომ თეთრ დუქანთან არღანტებს ეს გასაგებია ეს იმიტომ რომ ის მარადიული სამყარო იყო რომელიც მოკვდა ამთავრდა ხაზირას არ გაასვენეს მუსიკით ანუ მუსიკოთ როგორც სკანდარნოვა არც ვიცით როდის დამარხე ესე ჩუმად მოკვდა აღარავინ არ აყავდა მოკვდა და უჩუმრად დამარხეს ხაზირა ამ ხმა ხმაურით ასე იყო ეს